ჩვენ 25 წელიწადია ცარიელი სიტყვების გარდა თუნდაც დასავლეთიდან შუბი ხალხაში არ ემალება სიმართლე ვთქვათ არაფერი არ გაგვიგია თუნდაც ომის დროს სამაჩაბლოში აფხაზეთში რომ ისინი აღიარებენ ჩვენს ერთიანობას და ამასობაში შაგრენის ტყავით პატარავდება საქართველო მე მხოლოდ აფხაზეთიც არ მაქვს ხედველობაში სამაჩაბლო არამედ გარკვეული რაიონები რომელსაც თანდათანობით წევენ აზერბაიჯანიდან სომხეთიდან თურქეთიდან გავაგრძელოთ ზვიადმა ყველა ამ კითხვას ამ ხასიათის მოკლე პასუხი გასცა ეს ამგვარად იყო ნათქვამი მამაბუშისაგან რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა ძალიან მოკლე ლაკონური და ღრმააზროვანი პასუხი მისცა ზვიადმა დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან კალმახი საუკეთესო თევზი არის აი ამ გაგებით ის იყო ჩვენი ეროვნული მოძრაობის კალმახი მერაბთან ერთად და ეს მკვდრები 25 წელიწადია ამ დინებას მიჰყვებიან შედეგი რა არის საქართველოს ჩვენ თუ ისტორიას გადავავლეთ თვალს ბრძოლის გარეშე არასდროს არ მიუღწევია წარმატებისათვის ეს არის მე მნიშვნელოვანი რომ ჩვენ სხვისი მიწების დასაპყრობად კი არ ვიბრძოდით ყოველთვის თავს ვიცავდით აი ავიღოთ თუნდაც დიდგორი ეხლა თქვენ მეტყვით მამაო არ გვინდა ეს პოლიტიკა ჯერ კიდევ ტომას მანი ამბობდა მე-20 საუკუნეში არ არის დღეს ადამიანი აპოლიტიკური ეს მეტად რეთვის 21 საუკუნეში მე დაყოფილი არა ვარ პოლიტიკოსად მამა არჩილად ჩემი შვილების მამად ქართველად ეს ჩემში ერთიანად არის არ შეიძლება მე რომ არანაირი ეს სხვა არის როცა მაღალი იერარქია აკეთებს შეფასებას და მე ერთი პატარა ტეტია მღვდელი ვარ და ვიტყვი აი თუნდაც ცოცხალი მაგალითი მოვიყვანოთ თურქეთის ხელისუფლებამ სთხოვა თუ მოსთხოვა ესეც საკითხავია ტონი უნდა დავიჭიროთ რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდგორობა არ გამოაცხადოს დღესასწაულად და უქმე დღედ რადგან ასე ხსნიან ჩვენი დამარცხების დღეა თქვენთვის თუ დამარცხების დღეა ჩვენთვის ქართველებისთვის გამარჯვების დღეა ჩვენი წილი საქართველოს როგორც ჩვენი პატრიარქა ყველამ უნდა გადაარჩინოს და დიდგორიც კიდევ ერთი უნდა მოვიგოთ ესე შეიძლება კონტექსტ ესე იგი პარალელი გავავლოთ რუსების თურმე თავიანთ სამხრეთ საზღვრებს იცავენ და იმიტომ ყლეფავენ აფხაზეთს სამაჩაბლოს ეს ხო დემაგოგია ეს ხო სოფიზმია და მეტი არაფერი აი ეს არის სინამდვილეში სიმართლე დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან მაგრამ ზვიადიც და მერაბიც სამწუხაროდ ეროვნული მოძრაობის უკანასკნელი მოხიკანები იყვნენ არა იმიტომ რომ თქვა თლა ჩაგდება ჩვენში ქართული სული არამედ სხვა მოვლენები განვითარდება აი თუ გნებავთ მე გეტყვით მე ხომ მღვდელი ვარ მღვდელი კი ჭილობშიც იცნობა რა მოხდება საქართველოში ჯერ ერთი ძალზე დაახლა უფლის დიდებით დაბრუნება აი სოფლიო მოვლენებს გულისხმობ გნებავთ ყველაზე დიდი წინასწარმეტყველების ახდენა რომ საუკუნებით ადრე ნათქვამი რომ 1992 წელს ევროპის კონტინენტზე და კონტინენტი კიდევ 4-ია უნდა შექმნილიყო თავდაპირველად 12 სახელმწიფოსაგან ეგრეთ წოდებული ევროკავშირი ახდა მე თქვენ იტყვით რა რომ ახდა როდესაც ეს მოხდება ხუთი სხვადასხვა წმინდა მამა სხვა ეროვნების სხვა ეპოქის მოღვაწე მართლმადიდებელი მამა წინასწარმეტყველებს სულიწმინდის ერთი და იგივე სულის მოწაფე იცოდეთ რომ მალე იქნება მეორეთ მოსვლა რა მოხდება აი ეროვნული მოძრაობა დასრულდა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას დაკნინდა და პირიქით ესე იგი რაღაცნაირი მარაზმატული კონტექსტშიც მოიხსენება ხშირად ახალი ქართველებისაგან ფსევდოლიბერალებისაგან ის მოხდება რაც ადამიანებს არც წარმოუდგენიათ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისადმი ივერია გაბწყინდება პირზე რომ გვაკერია ვიცით კი არა ასნიშნა თქვენ ფიქრობთ რომ კარაკი გაიაფებოდა ხორცი რა თქმა უნდა არა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდება მსოფლიო მოვლენების კონტექსტში ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ათონური და არაქართული წინასწარმეტყველები და პირველ ყოვლისა ნილოს გვირაბდინარე მყავს მხედველობაში ესე იგი დატოვებს ათონის ნახევარკუნძულს დამანგრეველი მიწისძვრებით ჩაიძირება 20-ვე მონასტერი ხმელთაშუა ზღვაში ეს არის გაფრთხილება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან რომ ათონი დატოვონ ბერებმა რომელთა დიდი ნაწილი საქართველოში მის წილხვედრ საქართველოში მოაწერს ჩვენ ვლაპარაკობთ ეროვნულ გმირებზე ეროვნული მოძრაობის მოთავეებზე 26 მაისზე და ვლაპარაკობთ მხოლოდ წარსულზე ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავლისაკენ 26 მაისი რა არის საქართველოსთვის თქვენი შეფასებით და რას ეტყოდით მომავალ თაობას? ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ქართველობისა, ნამდვილი ქართველობისა, რომ არ მოკვდეს ჩვენში ეროვნული ცნობიერება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პრაქტიკულად და ფაქტიურად არც დამოუკიდებლები ვართ, არც თავისუფლები ვართ. მაგრამ მე მინდა როგორც მგელმა დავზინო, რომ პავლე მოციქული ბორკილებში, რომელიც გაგზავნეს რომში იმპერატორის ბრძანებით,
პავლე ბორკილებში ბევრად უფრო თავისუფალი იყო, ვიდრე ეგრეთ წოდებული თავისუფალი თუნდაც ამერიკის მოქალაქეები. რადგან ცოდვის მონობა თავისუფლებას არ ნიშნავს და პავლე თავისუფალი იყო ცოდვისაგან. ერთადერთი რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს არის არც პოლიტიკური მოვლენები, არც გლობალიზაცია და სხვა, არც ჩრდილოეთი, არც დასავლეთი და არც სამხრეთი, რისაც უნდა ადამიანს ეშინოდეს, როგორც ოქროპირიამს, ეს არის ცოდვა. აი რისი უნდა გვეშინოდეს ჩვენ. და თუ ჩვენ ეს ერთგულება გვექნება უფალი ჩვენთან იქნება და უფალი თუ ჩვენთან იქნება, ჩვენს წინააღმდეგ ვინ იქნება? დიდი მადლობა მამა არჩილ მინდიაშვილთან ვიყავით სტუმრად პეტრე-პავლეს ეკლესიაში.